მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დიდი ხანი არ ჩამიწერია რამე გაშლა თქვენთვის და დღეს გვექნება საინტერესო გაშლა თუ რა მოხდება ზუსტად ამ დღეების განმავლობაში შენს ცხოვრებაში. ასეთი დასახელებით იქნება ეს გაშლა და ამ თემატიკის. რა თქმა უნდა გვახსოვდეს ის, რომ ეს არის საჯარო და ზოგადი გაშლა და იმისათვის, რომ რეზონირდეს ინფორმაცია ინდივიდუალურად ჩვენი სიტუაციის მიხედვით, სასურველია გავაკეთოთ ინდივიდუალური გაშლა ჩვენს სიტუაციაზე, ხო? თუმცა ძალიან ბევრი გამომწერი მწერს, რომ აი რეზონირებს ინფორმაცია საჯარო გაშლების დროსაც კი. და ესეც რა თქმა უნდა რეალურია, რადგან საჯარო გაშლებიც მოიცავს ძალიან საინტერესო ინფორმაციას ჩვენთვის და ბევრ რამეში შესაძლოა წაგვეხმაროს და დაგვეხმაროს. მაგრამ მაინც გაითვალისწინოთ, რომ ეს არის ფართო მასშტაბზე გათვლილი გაშლა და ზოგადია, ხო, იმისათვის, რომ ინდივიდუალურად თქვენზე იყოს ეს გაშლა, ბუნებრივია თქვენ სიტუაციაზე უნდა გავაკეთოთ გაშლა, ხო, ამ შემთხვევაში. ვისაც გექნებათ სურვილი, რომ მე მომართოთ ტარო სესიებთან დაკავშირებით, ჩემი ინფორმაცია სად ნახოთ, როგორ, რანაირად და ეს ყველაფერი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. და ასევე ჩემი Instagram გვერდიც მანდვე არის მითითებულიც. ვისაც გაქვთ Instagram-ი და გაინტერესებთ ეზოთერიული სამყარო, შეგიძლიათ იქ გამოვიდეთ. ასევე დიდი მადლობა ყველას, ვინც ალაიქებს, აკომენტარებს, იწერს ჩემს არხს, რადგანაც თქვენ ეხმარებით არხს, რომ არხი გაიზარდოს, უფრო ბევრ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი ხმა და უფრო მეტ ბევრ ადამიანს დავეხმაროთ. კარგი, დავიწყოთ. ძალიან ბევრი რო არ ისაუბრო, დავიწყოთ. ასევე აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ვისაც გაინტერესებთ ვორქშოპები, შეხვედრები, სემინარები, იქნება ეს ეზოთერული თვალსაზრისით, თუ იქნება ეს იოგის თვალსაზრისით, ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ხო, ქალთა წრეები მაგალითად. ეს ყველაფერი არის ჩვენს დინება გვერდზე, დინება პროექტი მოიცავს ამას, ეს ამ პროექტს ვუძღვებით მე და დედაჩემი არის იოგას ინსტრუქტორი და ასევე ფსიქოლოგი, მეც ფსიქოლოგი ვარ და პლუს ტაროლოგი. ასე რომ ვისაც გექნებათ სურვილი, რომ დაესწროთ ჩვენს სხვადასხვა სახის ბევრ საინტერესო შეხვედრებს ვაკეთებ, ამათ წინათ გქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, ვისაც გაქვთ ამის სურვილი, ბოდიშით მომიცია დაპაუზება, ხო და ვისაც დაგაინტერესებთ მსგავსი ტიპის შეხვედრები, ხო, აუცილებლად გამოყვებით ჩვენს Instagram გვერდზე და იქ ვდებ ყველა განახლებას, ხო, რა ტიპის შეხვედრა, რაზეა, რას მიეძღვება, ფასი რა არის, ფასი დიდი არ არის მეგობრებო, არის ესეთი ელემენტარული, რაც აი ძალიან მინიმალურია. ასე რომ, ვისაც გაქვთ სურვილი და ვინც თბილისში მყოფებით, შეგიძლიათ მოგბრძანდეთ და დაესწროთ ჩვენს შეხვედრებს. ასევე ვისაც გაქვთ სურვილი, რომ მაგალითად აკაშის ქრონიკებიდან მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე, თქვენს მიერ აი კითხვაზე, რაც მაგალითად გაინტერესებთ, ხო, ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს სერვისი და შეგიძლიათ იქ დინებაზე მოგვმართოთ და მოგწეროთ და სესიაზე ჩაეწეროთ. ერთი სწორად ძალიან საინტერესო მართლა გეუბნებით, ასე რომ, ხო, იცით, სადაც ვნახოთ, ჩემს Instagram გვერდზე რომ გადახავალთ, იქ მაქვს მითითებული დინებას გვერდი და იქ შეგიძლიათ მოგწეროთ პირადში და გიპასუხებთ და მოგაცნოთ ყველანაირ დეტალურ ინფორმაციას. კარგი. ახლა უკვე დავიწყოთ. მინდოდა რომ ეს ინფორმაცია გამეჟღერებინა, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება ჩვენი სერვისები, ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დავეხმარეთ და კიდევ დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება ისთანაც ერთად ძალიან საინტერესო გზას გავივლით. კარგი, დავიწყოთ. სიგნიფიკაციით გვექნება ერთი პოზიცია, ხო? ერთი პოზიცია გვექნება და დავიწყოთ თქვენი სიგნიფიკაციით. ნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია ახლა, ხო, რომ მიხვდეთ. ეს გაშლა თქვენია, არ არის თქვენი სიგნიფიკაცია, ხო, ჩვენი მაყურებლის მსმენელის სიგნიფიკაცია, აი ახლა, ხო? რა ხდება თქვენში? თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენი სიგნიფიკაცია რა ხდება თქვენში? ბევრი შესაძლოა აქვს სხვადასხვა სახის ჩელენჯების წინაშე შესაძლოა იდგეს, შეიძლება ეს იყოს პარტნიორობა, ბიზნეს პარტნიორობა, ან უბრალოდ თქვენ და რაღაც გარემო სიტუაციები. ნახოთ. აქ საინტერესო ისტორია. მე ახლა დავსვამ კითხვას. დავსვამ აქ მე კითხვას. ეს თქვენ თუ
თუ რაღაც ისეთი არა თქვენ ხართ აქ. ოკეი, ესე იგი, აქ სიგნიფიკაცია არის რა? ბევრი ახლა შესაძლოა გრძნობდეს აი რაღაც ემოციურ გამოფიტვას, სხვათა შორის სავსე მთვარეობა იყო ესა და ჯერ კიდევ გვაქვს სავსე მთვარეობის ზეგავლენა დიდი ხანი გამოყვება, ასე რომ ბუნებრივია აქ შესაძლოა იყოს მაგალითად მხოლოდ სავსე მთვარეობა არა, მაგრამ სავსე მთვარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რაც აპროვოცირებს ბევრ ცვლილებას, ბევრ შინაგან ქმედებას ჩვენში, ხო? აქ ბევრი ემოციები წამოიღო თქვენში, ამ სავსე მთვარეობად ზოგადადაც, ბევრი რაღაც ისეთი ემოციური სიტუაცია, ან ვინმესთან დაკავშირებით, ან ზოგადად თქვენს ცხოვრებასთან, თქვენს მიზნებთან, პროექტებთან, სურვილებთან დაკავშირებით, რასაც ასე რომ ვთქვათ, რაშიც ვიხარშებით და ვცდილობთ, რომ აი დავამშვიდოთ საკუთარი თავი, უფრო მეტად გავერკვეთ, რა დინებით მივდივართ, სად მივდივართ, როგორ მივდივართ, ხო? უფრო მეტად აქ ვგრძნობ ემოციურ ფონს, აი უფრო მეტად ემოციები არის აქ. ისეთი ბევრი ჭარბი ემოციები, რაც აი უფრო ბევრი იმდენად არ, რამდენადაც გაურკვეველი შერეული სხვადასხვა სახის ემოციებს შესაძლოა გრძნობდეთ, რასთანაც რთულია გამკლავება და რთულია რომ გავაცნობიე, რომ აი ეს რატო, ამას რატო ვგრძნობ, ეს რისი ემოცია, ან რა და რა ემოციას განვიცდი ამ ადამიანის მიმართ, ან რა და რა ემოცია მოაქვს ამ სიტუაციას ჩემთვის, ხო? ბევრი სხვადასხვა რაღაც არის აქ ერთმანეთში არეული და მე მიწევს აი ამ ყველაფრის, ასე რომ ვთქვათ, ამ ყველაფერზე დაკვირვება და გამორკვევა ჩემი გრძნობების, ჩემი ემოციების. და მომენტი, სადაც მე ვცდილობ, რომ ჩავცხრე და აი უბრალოდ ამ ემოციებში ვიმყოფებოდე, რომ შევიგრძნო და გამოვირკვე. აი ეს პროცესებია აქ, ხო? კარგი, მოდით კიდევ ვიკითხავ. უკვე ორაკულის დასწრით. კიდევ რა ხდება თქვენში ახლა? ისე წყალი რო აქ რომანტიულ საკითხთან ეს კავშირშია, ეს მომენტები, რაც თქვენში ახლა ხდება, რა პროცესებიც ახლა თქვენში მიმდინარეობს, ეს ეხება რომანტიულ ურთიერთობებს, ეს ეხება თქვენს ოცნებებს, ეს ეხება გრძნობებს, შესაძლოა ეხებოდეს კონკრეტულ პიროვნებას, ვისაც გყავთ ასეთი, ან უბრალოდ ეხებოდეს ზოგადად თქვენს წარმოდგენაში აი ასეთი პარტნიორი მინდა, ან აი ასეთი ადამიანი მინდა გვერდით, ხო, ამასაც. აქ ბევრი ემოციებია თქვენში, აქ ოცნებებიც შესაძლოა იყოს, სურვილი, რომ აი ასეთი ადამიანი მინდა ჩემს გვერდით, მაგრამ ზოგადად ძალიან ისეთი ემოციური, ძალიან ბევრი ემოცია მოდის აქ. ძალიან ბევრი ემოცია მოდის. ძალიან ბევრი ემოციებში იმყოფებით აქ კიდევ. ვცდილობთ, რომ ამ ემოციებში საკუთარი თავი არ დაკარგოთ, სხვათა შორის აი მუცელიც კი მეტკინა, შესაძლოა ძალიან ბევრი ემოციაა თქვენში, რაცაც აქამდე აი როგორ თქვა, არ აძლევდით შესაძლებლობას ამ ემოციებს, რომ შეგეგრძნოთ ან ვერ გრძნობდით, ან განდევნილი ემოციები შესაძლოა იყოს, რაც აი ახლა ერთიანად იყრის თავს თქვენში. და აი მომენტი, სადაც მე ვცდილობ უფრო მეტად გავაცნობიერო ეს ყველაფერი, უფრო მყარად ვიდგე, უფრო მეტად გავიგო, შევისწავლო, დავაკვირდე საკუთარ თავს. მაგრამ ასევე რომანტიკული ვაიბიც არის ამ სიგნიფიკაციაში, აქ აშკარად თქვენში. კიდევ რა ხდება აქ თქვენში? ხო, შესაძლოა აქ ბევრს გქონდეს სურვილი, რომ გაეხსნას სიახლეს, გაეხსნას ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ გარკვეულ მიზეზების გამო აქ არის შიში, რომ გავეხსნა ახალ შესაძლებლობებს, შიში, რომ ვიმოქმედო, შიში, რომ მივცეს ახალ სიტუაციებს შანსი, იმიტომ რომ აქ არის ბევრი, აქ არის უნდობლობა, შესაძლოა თქვენ არ ენდობოდეთ პირველ რიგში საკუთარ ინტუიციასაც კი.
რაღაც მომენტებში შესაძლოა თქვენ გქონდეთ კითხვები საკუთარ თავთან. მართლა ინტუიციაა ეს ახლა თუ შევიშალე, მაგალითად, ხო? მართლა ვგრძნობ ამას თუ უკვე всё გავგიშდი, ხო? შესაძლოა ზოგი აღარ ენდობოდეს საკუთარ შეგრძნებებს, საკუთარ ინტუიციას. აი თუნდაც იმ ემოციებს, რაც ვახსენე, ხო? შესაძლოა არ უსმენდეთ ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი მოგდით, მაგრამ არ უსმენთ, მიდიხართ ამ ყველაფერთან. ესეც შესაძლოა იყოს აქ. კარგი. აქ აშკარად არის მომენტი, რომ დროა მოусმინოთ თქვენს ემოციებს, გრძნობებს, ფიზიკურ განცდებსაც კი მიცეთ საკუთარ თავს ამის შესაძლებლობა. რადგანაც აქ თქვენ იპოვეთ პასუხებს თქვენს თავში, თქვენს ინტუიციაში, თქვენი სხეულიც კი მოგაწვდით აქ ინფორმაციას. კარგი, სიგნიფიკაციას რაც შეეხება ამაზე დავასრულებ, ვისთვისაც ეს ყველაფერი რეზონირდა, რაზეც მე ვისაუბრე, აგრძელებთ მოსმენას. თუ არ რეზონირდა არაფერი, ბუნებრივია უსმენთ სხვა გაშლას, ხო? კარგი, დავიწყოთ მაშინ ჩვენ ახლა დავიწყოთ აი რომელ სფეროში და ზოგადად რა მოხდება, რაც უკვე ზუსტად ვიცით, ხო? ან სივრცეს აქ უკვე ინფორმაცია მეტნაკლებად ზუსტი, რაც აი ამ დღეების განმავლობაში დიდი ალბათობით მოხდება თქვენს ცხოვრებაში და რა სფერო იქნება ეს. ამ დღეების განმავლობაში გულისხმობ აი ამ გაშლას, როდესაც ნახავთ და მოისმენთ, იმ დღიდან შეგიძლიათ მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში ივარაუდოთ, ხო? ოკეი. კარგი. მაიმე მომიხდა კარტი. ერთი წუთი თუ ნახოთ რა არის. ეს. აჰა. ორიანი თასები. ძალიან რომანტიკული კარტი. კარგი. დავიწყოთ ნახოთ. ჯერ ვნახოთ რომელ სფეროს გვეყვიან, ხო? რომელ სფეროზე გავაკეთოთ აქ აქცენტი, რომ დავსვათ ჩვენი მთავარი კითხვა. თუ რა მოხდება ამ ახლო დღეების განმავლობაში ზუსტად ამ სფეროში. კარგი, რომელი სფეროა ის სფერო, რაზეც ახლა ჩვენ სასურველია დავსვათ კითხვა. რაზეც სასურველია რომ გავაკეთოთ გაშლა, ხო? ჩვენი მაყურებლისთვის, რომელი სფეროა ეს? სასიყვარულო პირადი ურთიერთობები, თქვენ და თქვენი თავი, თქვენი ფიზიკურობა და ასევე მენტალური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თქვენ და კარიერა, თქვენი კარიერა, ან სამუშაო უკვე არსებული, თქვენ და ფინანსები, თუ თქვენ და თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, თქვენი რუტინა, თუ საერთოდ ზოგადად ყველა სფეროს შევეხოთ. აჰა, ოკეი, თქვენ და სასიყვარულო სფერო. ოკეი. თქვენ და თქვენი თავი, თქვენ და თქვენი კარიერა, თქვენ და თქვენი ფინანსები, თქვენ და თქვენი რუტინა, თუ ყველას ყველა სფერო არა. კარგი. კიდევ ერთხელ. მაღალი არკანით. რომელი სფერო? რომელ სფეროში მოხდება აქ ზუსტად რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი ამბები ამ დღეების განმავლობაში. ეს დევილი იყო ძირზე წეხან და ისევ მერე აური ეს კარტი და ამოვიდა დევილი, თქვენ და თქვენი თავი, თქვენ და თქვენი კარიერა, თქვენ და თქვენი ფინანსები, თქვენ და თქვენი რუტინა თუ ყველა. არა, ყველა არ აქვს სამი სფერო გვაქვს მეგობრებო. ესე იგი აქ სამი სფერო განვიხილოთ. განვიხილოთ სასიყვარულო უეჭველი, პენტაკლების რაინდი ამოგვიდა, სასიყვარულო უეჭველი, თქვენ და თქვენი თავი, აქაც იქნება ცვლილებები, სასიხარულო კარიერა და კარიერა. ესე იგი, სასიყვარულო თქვენ და თქვენი თავი და თქვენი კარიერა. აი ამ კარიერა კი არა და ფინანსები, ხო, ფინანსების ხუთშორის აქ დავაგება, ისეთი კარგი სიტუაცია შესაძლოა იყოს ფინანსებში. კარიერა კი, თუ კარიერა არ გვინდა, ხო? არა, კარიერა არა, ფინანსები. ესე იგი, თქვენი სასიყვარულო სფერო და ფინანსები. აი ამ სამ სფეროს განვიხილავთ ჩვენ. ეს კარტი დამჭირდება და ხაორევ ისევ. ესე იგი სამი სფერო გვექნება აქ. საკმაოდ ისეთი ვრცელი გაშლა გამოგვვა. მე ვეცდები ძალიან სიღრმეებში არ წავიდე, რადგანაც ჩემთვისაც რთულია ასე საჯაროდ ყველაფრის ნახვა, იმიტომ რომ ზუსტი არ არის ამდენი ადამიანზე გათვლილია.
ყველასთვის ბუნებრივია დეტალები სხვადასხვა იქნება. კარგად მოვამზადოთ ეს კარტი, რომ ეს დასტა ოჭველი უნდა გამოვიყენო. მე კიდე გადავარდა ორი კარტი. აშკარად ეს დასტა ძალიან მუქუქილია, რომ გვესაუბროს. და აქ არ ნახეთ უბრალოდ კიდე რა ამოვიდა. ეს ხო ამოვიდა მანამდე, ეხლა რო გადმომივარდა და აქ ორი გადმომივარდა, აი ეს. დედოფლის არკანი ორიენტასებით. აქ სასიყვარულო ამბებში მე მგონი მოსალოცი ისტორიები იქნება თქვენთვის. კარგი. დავიწყოთ სასიყვარულო სფეროთი. რადგან ეს პირველი იყო, ხო? ის რაც ამ დღეების განმავლობაში დიდი ალბათობით ზუსტად მოხდება თქვენს სასიყვარულო სფეროში. გვაჩვენეთ ეს. რა იქნება ეს? რას მოგიტანთ ეს თქვენს სასიყვარულო სფეროში? სიახლე და განვითარება. ეს ზუსტი. კარგი, რა იქნება ეს? აქ ძალიან რაც ზუსტად იქნება, აქ რაღაც ძალიან დიდი ცვლილება ხდება თქვენ სასიყვარულო სფეროში. აქ რასაც თქვენ ელოდებოდით, ამას იღებთ. აქ ძალიან დიდი სიხარული, ანთება, ენერგიული ანთება, შინაგანი ესეთი ფემინური ენერგიის გაღვიძება, რომელიც თან ისეთია ცეცხლოვანი, სექსუალური, აი თქვენი შინაგანი ნაპერწკლის ისევ ანთება, არაჩვეულებრივი. კარგი, აი რა იქნება ეს? უფრო ისე დეტალურად რომ გვაჩვენოთ. აქ იქნება კონკრეტული ადამიანი, ბევრისთვის ეს შესაძლოა იყოს კვერთხების რაინდი, აი კონკრეტული პიროვნების გამოჩენა თქვენთან. ეს კვერთხების რაინდის გამოჩენა, კი, კვერთხების რაინდის გამოჩენა თქვენთან. რაზეც ოცნებობდით? ხო, და აი ამ ვიღაც პიროვნებასთან, რაზეც ოცნებობდით თქვენ, აი ამის რაღაცის აღთენა, შემიძლია თქვა ოცნების აღთენა. ამ კონკრეტულ ადამიანთან ოცნება. აი ამ კონკრეტულ პიროვნებასთან ოცნების აღთენა. ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით თქვენ უკვე გააქვთ რაღაც ისტორია თუ საერთოდ ახალია ეს? გააქვთ რაღაც ისტორია? ხო, აი აქ რადგანაც ეს საჯაროა მეგობრებო, ასე ვიტყვი. უმრავლესობას უკვე რაღაც ისტორია გააჩნია ამ პიროვნებასთან და ისევე ხმლების რაინდი ამოვიდა, ხო? რაღაც ისტორია ამ ადამიანთან თქვენ უკვე გაქვთ. რაღაცნაირი კომუნიკაცია, კონტაქტი არის თქვენ შორის. თუმცა არიან ზოგი ისეთიც, ვინც შესაძლოა აი ესაა გაიცანით, ან მალე გაიცნოთ, ხო? ესეც შესაძლოა იყოს, რადგან გაშლა საჯაროა, იმიტომ ასე ვიტყვი ამ ამბავს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი მოვლენა და რაც ზუსტად მოხდება არის ის, რომ ეს ადამიანი თქვენ გეკონტაქტებათ და რას აკეთებს ეს პიროვნება, რას იმოქმედებს თქვენ სასიყვარულო სფეროში? რას იმოქმედებს? ბევრ რამეს, აქ ძალიან ბევრი ქმედება, ბევრ რამეს იმოქმედებს, ბევრ რამეს გადაჭრის. დაინგრა ყველაფერი, არ შემიძლია, ესე იგი, აქეთ მეზობლები დარბიან, იქეთ კიდე მშენებლობა და დაინგრა სახლი. ძალიან ხმაური, არ ვიცი აქ რადონემდე გესმით თქვენ, მაგრამ ძალიან ხმაური. ანუ რას მოიმოქმედებს და აქ ძალიან ბევრ რამეს მოიმოქმედებს. აქ ემოციებით შესაძლოა გაჩვენოთ, ან ზოგადად ისეთი ქმედებები განახორციელოს, რამაც საერთოდ გადახაზოს ის ყველაფერი, რაც აქამდე იყო თქვენს სასიყვარულო სფეროში. ესეც შესაძლოა იყოს. იცით, აი, რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას ვერ ვგრძნობ ამ ადამიანთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შესაძლოა არ მაჩვენებდნენ ამ მის ნაბიჯებს, მაგრამ რასაც ვგრძნობ, აქ არის ის, რომ ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც თქვენ სასიყვარულო სფეროს პირიქით დაეხმარება და თქვენც დაგეხმარებათ, რადგანაც აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ხდება თქვენთვის. თქვენ ისევ გრძნობთ თავს ქალად, ისევ გრძნობთ თავს ცოცხლად, ისევ ხართ ავსებული. მაგრამ აქ ის კი არ არის, რომ აი მიჯაჭვულობა გაქვთ ამ ადამიანის მიმართ, არამედ პირიქით თქვენ უფრო მკვეთრად გრძნობთ საკუთარ თავს, აი ამ არაჩვეულებრივ ისტორიაში და მოგწონთ. ეს ყველაფერი რაც ხდება, იმიტომ რომ აქ ამ ადამიანთან ესეთი ძალიან კარგი განვითარება ამ პიროვნებასთან, სწრაფი, დინამიური და პერსპექტიული. და ეს ძალიან გეხმარებათ თქვენ პირადად.
ეს გეხმარება თქვენ პირადად, რომ თქვენ საკუთარ თავში გაერკვეთ, ასევე გაერკვეთ, რას ეძებთ, რა გინდათ. შესაძლოა ამ პიროვნების ქმედებებმა თქვენში ბევრი კონფლიქტი, როგორ თქვა, უფრო გამოაშკარავოს, უფრო აშკარა გახდეს თქვენთვის. ესე იგი მე ესეც მაწუხებს და ეს თემა მაწუხებს, ხო? ანუ სარკისებრივად ამ ადამიანის ქმედებები დაგეხმარებათ თქვენივე თავის გამორკვევაში და თქვენივე შინაგან სამყაროში არსებული საკითხების აღმოფხვრაში და გადაჭრაში. ესეც არის აქ. რა თქმა უნდა, აქ ისიც არის, რომ ეს რომანტიულად ძალიან აგავსებთ და დაგეხმარებათ, მაგრამ გარდა ამისა, ეს საკითხიც არის. რას მოგიტანთ, ხო ეს თქვენ სასიყვარულო სფეროში? ხმლების მეფე აქ ასეთ პიროვნებას თუ აი ვიღაცის გაშვება მაგალითად. ვისაც, ასე ვიტყვი, ვისაც ყავდა აქ ყოფილები, ვისაც დიდი ხანია ვერ ვუშვებდით და რაღაცა, იცოდეთ, რომ აი ეს სიტუაცია თქვენ სასიყვარულო სფეროში რაც იქნება, დაგეხმარებათ, როგორც იქნა ის ვიღაც ყოფილი, ვინც ადგილს იკავებდა თქვენს გულში და ენერგეტიკულად ადგილს იკავებდა თქვენს სასიყვარულო სფეროში, რომ ეს ვიღაც ყოფილი წავიდეს. ესეც არის აქ. და ასევე რომ თქვენი სასიყვარულო სფერო განვითარდეს, დასტაბილურდეს, იყოს სტაბილურობა, რასაც ეძებდით, რასაც ელოდებოდით, ამ სიტყვაზე გავჭერდე, ანუ დიდი ხანია ელოდებით ეთქობა. ელოდებოდით, რომ აი ეს მიიღოთ. ესე იგი, კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ამდასტეთ ვკითხავ, რა მოხდება ზუსტად ამ დღეების განმავლობაში თქვენს სასიყვარულო სფეროში. ახალი განვითარება, პაჟი პენტაკლების, რომელიც ამოვიდა აქ და მეფე. ახალი განვითარება მამაკაცთან ერთად, ხო? ვისთვისაც აქტუალურია მამაკაცი, ვისთვისაც აკტუალური ქალი იყოს, ხო? ანუ გენდერს როგორც ვამბობ ხოლმე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ საჯარო გაშლა რო არის, რაღაც სიტყვა მინდა საფოკუსირო და ეს მამაკაცი ისეთი სიტყვა, რომელზეც შემიძლია ვფოკუსირდე. ხო, ესე იგი, რა ზუსტად მოხდება, აქ იქნება განვითარება კონკრეტულ მამაკაცთან დაკავშირებით. ეს მამაკაცი იმოქმედებს თუ თვითონ თქვენ და არა, თვითონ ეს მამაკაცი იმოქმედებს. ეს პიროვნება ან ახალი პიროვნება, ვისთანაც არ არის არავინ საერთოდ სასიყვარულო სფეროში, ხო? საერთოდ ახალი ადამიანია თქვენ სასიყვარულო სფეროში, ვინც სხვანაირად ახლებურად იმოქმედებს, ან უკვე არსებული ადამიანი, ვისაც იცნობთ, რომელიც უფრო გააქტიურდება, ან უფრო შესაძლოა დაასტაბილუროს მისი ქცევა თქვენს მიმართ, უფრო ნათელი გახდეს, რა უნდა ამ ადამიანთან თქვენთან დაკავშირებით, ხო? აი ეს არის აქ. კიდევ რა ზუსტად მოხდება სასიყვარულო სფეროში? გამოსვა მძიმე სიტუაციებიდან, ვისაც გქონდათ გაცრუებული იმედები, სევდა, შფოთვა, გრძნობდით, რომ აი მატყუებენ ახლა, ან მომატყუეს, ხო? აი ამ ემოციების, ამ სიტუაციების როგორც იქნა უკან ჩამოტოვება, იქნება ეს კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით თუ ზოგადად სიტუაციურად, ხო? ესე იგი, ამ დღეების განმავლობაში, რაც ზუსტად ხდება თქვენ სასიყვარულო სფეროში, ეს არის რომ მოდის დინამიკა, მოდის განვითარება და ეს ყოფილი კონკრეტულ მამაკაცთან დაკავშირებით, კი ბატონო. როგორც იქნა ცისარტყელა გამოიდარა და ახალი ენერგიები და განვითარება და აქ დებილი რო ამოგვევიდა მანამდე თქვენ სასიყვარულო სფეროში გარღვევა იმ და სამყაროს არკანი. კი ბატონო, დასრულება იმ ციკლის რაც აქამდე მიმდინარეობდა თქვენ სასიყვარულო სფეროში და ეს ციკლი არ იყო სასიამოვნო. ეს იყო მძიმე, ქაოტური, არასტაბილური, არაპროგნოზირებადი და ახლა იწყება ახალი, სტაბილური, სიღრმისეული, სადაც თქვენ იცით რა გინდათ, სადაც არის ისეთი ადამიანი, ვინც ჩამოყალიბებულია, დაღვინებულია და იცის რა სურს თქვენთან. არაჩვეულებრივი ამბავია აქ სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით, დამეთანხმებით და ნახეთ ძირზე ორიანი თასები, რომელიც მანამდე აი ამ დასტიდან რო გადმომივარდა ორჯერ, ხო? აქ ორიანი თასები თქვენთვის მესიჯია, რომ იცოდეთ, რომ თქვენ აი გეყოლებათ თქვენი წყვილი, თქვენი პარა. იმიტომ რომ ყველას ყვავს ჩვენი, ასე რომ ვთქვათ, ადამიანი, ვისთანაც ერთად შეგვიძლია შევიდეთ ისეთ ურთიერთობაში, როგორზეც ჩვენც ვოცნებობდით, ისიც ოცნებობდა, ხო, ორივესთვის ჩვენთვის აქტუალურია ეს. აი იცოდეთ, რომ ასეთი ადამიანი
მოდის თქვენს სასიყვარულო სფეროში, ან უკვე ვისთვისაც ვინც არის ვიღაც კონკრეტული, ვის მიმართაც მაგალითად გრძნობთ ხო მსგავს ემოციებს, იცოდეთ, რომ აი აქ ეს არაჩვეულებრივი ისტორია მოდის თქვენს სასიყვარულო სფეროში და ეს მოხდება ამ დღეების განმავლობაში. ძალიან კარგია მომწონს. კარგი, ეს რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, ხო? კარგი, ახლა ვნახოთ თქვენ და თქვენი თავი. თქვენ და თქვენი თავი იქნება ეს მენტალური თუ იქნება ეს ფიზიკური. კარგი, ვნახოთ. ესე იგი, რა მოხდება აი იმ სფეროში, რომელიც უკავშირდება თქვენ საკუთარ თავს, თქვენს განვითარებას, თქვენს მენტალურ შინაგან მდგომარეობას და ასევე ფიზიკურს ამ დღეების განმავლობაში რა მოხდება. ეს ორიანი თასები ხო არ წავიდა ჩვენგან, რაც სასიხარულო პრინციპი. თქვენი ენერგია აქ აიწევა. რაც შეეხება თქვენ ენერგიას, ვინც აქამდე გრძნობდით, რომ აი რაღაც ენერგია არ გქონდათ, გამოფიტულები იყავით, რაც აი დასაწყისში სიგნიფიკაციაში ამოვიკითხეთ და ვიბრძენით, ხო? აქ პირიქით უკვე თქვენი ენერგია პირიქით აქ ჟარგონულად რო თქვა ბოდიში მოიხოდება. აქ ძალიან აქტიური ენერგია, რომ რაღაცა შევქმნა. უფრო მეტი დაახლოება საკუთარ ინტუიციასთან, უფრო მეტი დაახლოება საკუთარ ემოციებთან. თუ თქვენ მიცემთ საკუთარ თავს იმის შესაძლებლობას, რომ მოусმინოთ საკუთარ ემოციებს და განცდებს, თქვენი ენერგია და ფიზიკური მდგომარეობა მხოლოდ უფრო და უფრო გაუმჯობესდება აქ. არაჩვეულებრივია, ვისაც აწუხებთ რაღაც გარკვეული ფიზიოლოგიური პრობლემები, იცოდეთ, რომ აქ მხოლოდ გაუმჯობესება. ასევე რჩევათაც შეგვიძლია ავიღოთ, რომ აი უფრო მეტი ფიზიკური აქტივობები, მაგალითად, ხო? უფრო მეტი ფიზიკური ისეთი დაკვერცხების დედოფალი ამოგვივიდა, უფრო ისეთი მეტი ფიზიკური აქტივობა, რაც თქვენ გაძლევთ ენერგიას. თუ მაგალითად გრძნობთ, რომ აი მე მაგალითად არ ვიცი, სირბილი მფიტავს, ენერგიას არ მაძლევს. ესე იგი, ეს არ არის ის, რაც თქვენ გინდათ. ესე იგი, ვიწყებთ სიარულს, ცეკვას, ან რა ვიცი, პილატეს, ან კიდევ ნებისმიერ სხვა აქტივობას, რაც თან აქტიურია და თან მაძლევს ენერგიას, მტენის ენერგიას. ესე იგი, ამ დღეების განმავლობაში თქვენთვისაც, როგორც რეკომენდაცია, ამასაც ვიტყვი, მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად ისედაც რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში აუცილებლად აკეთეთ ის, რაც თქვენ გტენით. და აი მეტი აქტიურობა იქნება ეს იდეების სახით, თუ იქნება ეს ქმედებების სახით, მაგრამ განსაკუთრებით ორივე ეს არჩეულებრივ იქნება. უფრო მეტი ქმედება. დროა რომ ბუნებაში გახვიდეთ, სადმე გახვიდეთ, წახვიდეთ, ხო შეძლებლის და გვარად ვისაც რის შესაძლებლობა გაქვთ, ჩვენთან მოხვიდეთ ვორქშოპებზე და შეხვედრებზე, ესეც ხოთეშორის თანკვერთხების დედოფალთან ძალიან რეზონირებს და ახლოს მოდის, ხო, ესეც ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად რა ბოლო შეხვედრა ვაკის პარკში ჩავატარეთ და ძალიან კარგი იყო. ხო, ესეც აქ გაითვალისწინეთ და ესეც შეგიძლია გააკეთოთ. ხო, აქ თქვენ თავთან მეტი პრინციპში აქ არანაირი რჩევა არ არის და არც მე ვფიქრობ, რომ ამაზე საკმარისია აღარ ჩავალ მეტი ხმად. ერთადერთი კიდევ დავამატებ, რომ აი ვინც ძალიან ბევრს ფიქრობთ, გთხოვთ შეწყვიტოთ უკვე ეს. აღარ გინდათ ამდენი ფიქრი, განსაკუთრებით საკუთარ თავის გვემა, ეს ყველაფერი მხოლოდ გფიტავთ უფრო მეტად და მოაქვთ თქვენთვის მხოლოდ ნეგატივი, ასე რომ დროა გადაერთოთ იმ ყველაფერზე, რაც თქვენ გახარებთ, გტენით და პირიქით, ხო, გავსებთ ენერგიით. კარგი, ეს რაც შეეხებოდა ჩვენს თავს, ფიზიკურს, მენტალურს, შინაგან მდგომარეობას. ვნახოთ ახლა კარიერაში შეღება ფინანსებში რა მოხდება თქვენს ფინანსებში ამ დღეების განმავლობაში ზუსტად. ძალიან საინტერესო რა არის ეს ფინანსების კარტები, რო საერთოდ არ არის თან ეს თასების მეფე, აქ რაღაც სიტუაცია, ვიღაც და რაღაც სიტუაცია ვიღაცასთან დაკავშირებით, აქ მეგობრებო, აქ გავს ტყუილს თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით.
აქ მინდა გითხრათ, რომ იყოთ ყურადღებით. შესაძლოა იყოს რაღაც ისეთი სიტუაცია, რაც არც ისე ნათელია თქვენთვის. ან დაგიწყოთ ახლა ადამიანმა, რომ აი მოდი ამაში ჩავდოთ ფული, ან მოდი ეს გავაკეთოთ და ეს ყველაფერი სინამდვილეში არ იყოს სტაბილური, არ იყოს დაგეგმილი, ან არ იყოს გულწრფელი ეს ყველაფერი, რასაც ადამიანი გეუბნებათ, ხო? აქ მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა იყოს რაღაც ისეთი სიტუაცია, რაც არც ისეთია, რაც თქვენ შესაძლოა გეგონოთ ფინანსებთან დაკავშირებით, ხო? ამიტომ აქ რა ტყუილი, დედოფლის არკანი. კი, ფინანსებთან დაკავშირებით შესაძლოა აქ იყოს ტყუილი, რამაც გამოიწვევს ფინანსების დაკარგვა, ხო? ამიტომ აქ თუ თქვენ იქნებით ფხიზლად, თუ თქვენ კარგად გადაამოწმებთ ინფორმაციებს, ხო, რაც არ უნდა იყოს ეს, დასვამთ ისეთ კითხვებს, რაც უფრო ესეთია, რეალური, ხო? აი, რას მომიტანს მე ეს? არ ვიცი ახლა ვის რა სიტუაცია გაქვთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა სიტუაცია შესაძლოა გქონდეს ფინანსებთან დაკავშირებით და ამიტომ ოპტიმალური გადაამოწმეთ ის სიტუაცია, იქნება თუ პროექტი, იქნება თუ ადამიანი გთავაზობთ რაღაცას, დასვით კითხვები. წინასწარ კიდევ ერთხელ დასვით კითხვა, ეს ასე არის და თქვენ თავს მოусმინეთ, იმიტომ რომ თქვენი ინტუიცია აქ გაგრძნობინებთ. სხეულმაც კი შესაძლოა გაგრძნობინოთ და მოგცეთ ინფორმაცია, რომ აი აქ არის ტყუილი, აი აქ არ არის რაღაც რიგზე რა. მოусმინეთ ამას, იმიტომ რომ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, თქვენ აიცთენთ აი ამ რაღაც გაურკვეველ მატყუარა სიტუაციას ფინანსებთან დაკავშირებით. თუ თქვენ არ მოусმენთ საკუთარ თავს, ხო, მაშინ ბუნებრივია შედეგიც ეს იქნება. ესე იგი, აქ შეგიძლიათ აიცთინოთ. კი, თქვენ შეგიძლიათ აიცთინოთ აი ეს სიტუაცია, თუ თქვენ ყურადღებით იქნებით, თქვენ დაინახავთ ტყუილს. დაინახავთ ამ სიტუაციაში ტყუილს და აიცთენთ თქვენს თავიდან ამ სიტუაციას. კი. კარგი, კიდევ რა არის აქ, რა ხდება ამ დღეების განმავლობაში ზუსტად თქვენს ფინანსურ. ხო, აქ ფინანსებთან დაკავშირებით ამ დღეების განმავლობაში შესაძლოა იყოს ცოტა პაუზა ფინანსებთან დაკავშირებით, ხო, ცოტა ისეთი პაუზური სიტუაცია, ესეთი პაუზა? პაუზა ფულთან დაკავშირებით. შესაძლოა იყოს აქ პაუზა და რა არის მაშინ რჩევა თქვენს ფინანსებთან? შესაძლოა რჩევა ისიც იყოს, რომ უბრალოდ ოპტიმისტურად განეწყვეთ და არ ჩამოყაროთ ყურები. არ აუშავთ, შესაძლოა ახლა ასეა, მაგრამ სულ მანა ეს სიტუაცია შეიცვლება და ასევე შეგიძლიათ იმაზეც იფიქროთ, რომ რაღაც ახალი წყაროები, ხო, რაღაც ახალი წყარო, საიდანაც შემოვა თანხები, ან შესაძლოა უეცრად შემოვიდეს თქვენთან რაღაც ისეთი იდეა, შემოთავაზება, სადაც იყოს ამის პერსპექტივა, რომ რაღაც ახალი ფულის წყარო, ხო, თქვენთვის. მაგრამ დავუბრუნდეთ ამ პირველ სიტუაციას ყურადღებით, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ არავის არ ენდოთ, რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ იყავით ყურადღებით და მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და კარგად ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას, რასაც ადამიანი გთავაზობთ, გეუბნებათ, გიყვებათ, ან თვითონ ეს სიტუაცია, ხო? აი ეს არის აქ რჩევა. ფინანსებთან დაკავშირებით. კარგი, ავიღოთ ახლა ეს. და ზოგადად, ხო? მოდით ახლა ზოგადად ვიკითხოთ, ზოგადად, აი რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში? რა ენერგიები იქნება ესეთი წამყვანი, ასე ვიკითხავ. აქ შრომა იგრძნობა იმისათვის, რომ თუ მაგალითად გინდათ შემოთავაზების მიღება, იქნება ეს ბიზნეს შემოთავაზება. თუ რომანტიული პარტნიორება, ამას თავისი ფასი აქვს, ასე რა ვთქვათ, ხო? ყველაფერს აქვს თავისი ფასი. იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ, რაც ჩვენ გვსურს, იქნება ეს ურთიერთობის სახით, თუ კიდე რამე სხვა სახით, უნდა ვიცოდეთ, რომ ამისათვის საჭიროა შრომა. უბრალოდ ისე არაფერი არ გავაკეთო, არაფერი არ მოხდება, ხო? იმისათვის, რომ რაღაც მივიღოთ, ჩვენც რაღაც უნდა გავცეთ, ჩვენც რაღაც უნდა გავაკეთოთ. აი ეს ენერგიები ფიგურირებს აქ და ამიტომ იმისათვის რომ მიიღოთ რაღაც, ხო? სასურველია რომ ამ დღეების განმავლობაშიც თქვენც რაღაც გაცეთ, თქვენც რაღაც გაიღოთ, თქვენც ცოტა რაღაც აიღოთ მოსავალი, ხო? ასევე ისიც მინდა ვთქვა, შესაძლოა ის ინტერპრეტაციაც იყოს, ზოგთან შესაძლოა ასეც იყოს, რომ აი მაგალითად რაც იშრომეთ, რაც დათესეთ, აი დროა, რომ ეს ყველაფერი ავიღოთ, იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ, ხო? ესეც შესაძლოა გქონდეს აქ.
და მოდით ვიკითხოთ აი რა ენერგიებზე უფრო მეტად ფოკუსირდეთ, რომ მაქსიმალურად დადებითად წარიმართოს ეს დღეები თქვენთვის. უფრო მეტი ვინც ოცნებობდით კონკრეტულ პარტნიორზე, მამაკაცის კარტი ამოვიდა, ვინც ოცნებობდით კონკრეტულ პარტნიორზე, ადამიანზე, ან უბრალოდ აი რაღაცაზე, რაც მამაკაცს უკავშირდება, აი აქცენტი გააკეთეთ ოცნებაზე. იოცნებეთ, იმანიფესტაციეთ, გააკეთეთ ხო მანიფესტაცია, მედიტაცია, რომელიც პირიქით დაგაახლოვებთ თქვენს ოცნებასთან. ეს ძალიან აუცილებელია. უფრო მეტი ოცნება, ხო, ისეთი ოცნება, რომელიც კონსტრუქციულია, გვამოტივირებს და გვეხმარება. და მოდით ვნახოთ რჩევა, რუნა. ხო? რომელი რუნა შეგიძლიათ აქ გამოიყენოთ. გამოიყენოთ რა, მაგალითად როგორი ენერგია ის ენერგია, რასაც ფოკუსირდეთ, ანუ იგივე რუნა. რაზე? რაიდო. Travel, both in physical terms and those of lifestyle direction, a journey, vacation, relocation, evolution, change or place or setting, seeing in large perspective. ანუ ძალიან კაი იქნება გადაადგილება და მოგზაურობა, ამას გვეუბნებიან აქ. არა მარტო ფიზიკური, არამედ შინაგანი მოგზაურობაც. იქნება ეს შინაგანი მოგზაურობა თუ ფიზიკური მოგზაურობა, ორივეს შემთხვევაში არაჩვეულებრივი იქნება ეს, რომ სადმე გადაადგილდეთ, სადმე წახვიდეთ დასასვენებლად, მაგალითად, იმოგზაუროთ დროებით, სხვა ქალაქი იქნება, სხვა სოფელი იქნება, სხვა ქვეყანა იქნება. არაჩვეულებრივია ეს ყველაფერი და ცვლილებები, ხო? ცვლილებები ზოგადად. რაიმე სახის ცვლილება იქნება გადასარევი. ასე რომ აი თქვენთვის რუნა რაიდო, კონკრეტულად ამ დღეების განმავლობაში შეგიძლიათ უფრო მეტ ინფორმაციაც მოისმინოთ ამ რუნასთან დაკავშირებით, ან უბრალოდ მაგალითად ეს რუნა 1-2 დღით იქონიოთ, უფრო ერთი დღით ჯობია თქვენს ტელეფონში მაგალითად ესეთ lock screen-ზე ან home screen-ზე ან notebook-ში, desktop-ზე, ხო? ვისთვისაც როგორ უფრო მისაღებია და კომფორტული, ესეც შეგიძლიათ გააკეთოთ, ესეც ძალიან ეხმარება ენერგეტიკულად, ან უბრალოდ მაგალითად დასკრინეთ ახლა ეს რუნა, აქ მე რო გაჩვენებთ, დასკრინეთ და შეგიძლიათ დრო და დრო გადახედოთ ხოლმე. ესეც დაგეხმარებათ. ასეთი გაშლა გამოგვივიდა დღეს. მადლობა ყველას, ვინც მოისმინა, ვინც უყურა. აუცილებლად, ვისაც მოგეწონათ და ვისთვისაც რეზონირებს, დალაიქეთ ეს გაშლა. დატოვეთ უკავშირი, ძალიან მაინტერესებს ვისთან, როგორ წარიმართება ეს სიტუაცია და როგორ გრძნობთ თავს აი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გამოიწერეთ ჩემი არხივისაც ჯერ ეს არ გავუკეთებია და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე ჩემთან.